Თირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამინო და მინდა მივესალმო ჩვენ განაცემის სტუმარი, ძალიან საინტერესო ადამიანი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ეს დაგარქვი. თამამი განაცხადია. თამამი განაცხადია, ბატონ ლევან სანიკიძე. მოგესალმებით. როგორ ახლა? აი ბედნიერი რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ახლა და მოვედი, იმიტომ რომ რაც თავი მახსოვს, მე მახსოვს ვანო ჯავახიშვილის შოუ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. არ ვიცი, მე არ მინდა რომ რაღაცა ცოტა ასაკში მყოფად იგრძნო თავი და მხცოვანად, მაგრამ არა, იქნია. შენზე ვართ გაზრდილები ხახი, რომელსაც ეხა პრეტენზია მადლობა რომ მოხვედი და მინდა წარმატებები გისურვო პოლიტიკურ ასპარეზზე, იმიტომ რომ დღეს გვჭირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას. იცი რა არის, მოდი პირდაპირ თავიდან მინდა ერთი ძალიან საინტერესო თემა შევეხო. მამა შენი აღმოაჩინა თურმე რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ირანული სასწავლებლები და ეს თურმე სუსმა არ იცოდა. კი. ესე აღმოჩნდა. მე საერთოდ გონია რომ მამა ჩემმა აღმოაჩინა რომ ირანი არსებობს საქართველოში. აი ხოცებმა შეიძლება პირველად გაიგეს რომ ირანი არსებობს, ესეთი სახელმწიფო. ესეთი სახელმწიფო ხო არსებობს და დაბარებული იყო სუსში. კი. ხო. თან ჩვენ გაგვაფრთხილა სხვათა შორის, სახლში გაგვაფრთხილა რომ არავის მისვლა არ არის საჭირო რა, იმიტომ რომ ძალიან მშვიდ და წყნარად წავიდა ამ სუსის გამოკითხვაზე და ეხლა რო გამოვიდა, კომენტარი კი ვნახე. მე თვითონ რაღაც აქციაზე ვიყავი, მარშზე ვიყავი და ეხლა ვიფიქრე რომ მეთქი რა კითხეს და რო დაურეკე, იყო საგონებელში ჩავარდნილი. აი ხმა არ მომეწონდა. უცებ მეუბნება რომ არა დაღუპულია ეს ქვეყანა. ხო. აუ მეთქი რა ხდება. არა დაღუპულია, მართლა ღვთისმშობელი იფარავს. თქვი მამა რა ხდება? შენ უნდა გენახა ის სუსის გამომძიებლებიო. საერთოდ არაფრის აზრზე არ არიან. აი ქვეყანა მართლა არის შეტოვებული უფლის იმედად და ჯობია რა თქმა უნდა უფლის იმედად იყოს, ვიდრე ირაკლი ყობახიძის. რა თქმა უნდა, მე როგორც მორწმუნე ამის მიმდევარი ვარ, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ბედი ჯობია იყოს ღვთისმშობლის ხელში, ვიდრე მიხეილ ყაველაშვილის. და აი მე აი ძალიან საინტერესო ამბები იყო, რაც მოყვა ამ გამოკითხვის შესახებ რა. ხო. ანუ ხო გააჩნია რაზე იბარეთ. აი მაგალითად ერთ-ერთი შეკითხვა რაც არ ვიცი, მამა ბოდიში რომ ამბობ, შეიძლება არ უნდა უყვებოდე, მაგრამ არის ის რომ პირდაპირ კითხეს რომ თუ შეგიძლიათ მოკლედ გითხრათ რა არის შიიზმი და შიიტური ისლამი. ანუ მამა ჩემი 35 წელია ოჯახს ინახავს იმით რომ შიიტური ისლამი იცის და ამაზე ლექციებს კითხულობს. ანუ ეს არის მისი პროფესია, ეს არის მისი აი მთელი არსებით რაც უყვარს არის რელიგიის ცოდნა. ანუ ვიღაც ორი გამომძიებელი ეუბნება რომ 2 წუთში უნდა მოყვე შენ რა არის შიიტური ისლამი. და მე მიუტრიალდა ამ მოსამართლეს და ეუბნება რომ მინიმუმ თქვენ თუ გაქვთ 3 საათი მე მზად ვარ რომ გავცე ამ შეკითხვას პასუხი და რა თქმა უნდა მოსამართლემ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გააცემა, იმიტომ რომ სხვათა შორის მოსამართლის მხრიდანაც როგორც გავიგე იყო აღიარება რომ ამ დარგის უბადლო სპეციალისტია მამა ჩემი და არ შევიდნენ ამ რაღაცა გარკვევებში, მაგრამ მე როგორც გავიგე ფაქტობრივად არც ერთი ის მნიშვნელოვანი ტერმინი რაც ისლამთან დაკავშირებით არსებობს თავად ამ გამომძიებლებმა არ იცოდნენ და უბრალოდ უბედურება ჭირს ამ ქვეყანას ამ თვალსაზრისით რომ გაუნათლებლობა არის ყოვლად წახალისება. წახალისება. მან არის მე მგონი კიდე Facebook პოსტი ქონდა გახეული ტომარა. იმიტომ რომ ანუ ეგ რა იყო? რა კითხვა? მან იყო ეგეთი ამბავი. რატომ არის ჩვენი ქვეყანა გაგლეჯილი? რატომ არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გახეული ტომარა და გაგლეჯილი ტომარა? ესო რამდენჯერმე მკითხესო. ანუ და ამათ თურმე ანუ საბოლოო ჯამში მე რომ დავფიქრდით რომ რატო დაიბარეს, რომ გულზე მოხვდათ, რომ რატო დაუძახა მამა ჩემმა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას გაგლეჯილი ტომარი. ანუ ის კი არ იყო, რომ აი შიიტური გავლენა, რადიკალური შიიზმი როგორ უნდა რაღაცნაირად აღკვეთოთ და გავლენა როგორ დავაბალანსოთ და რელიგიური უსაფრთხოება როგორ უნდა დავიცოთ.
არო ჩვენო კაცო როგორ დაგვიძახეო რომ გაგალეჯილი ტომარი შემქმნელები ვართო და ხა მე მართლა შეწუხებულმა დარეკა ჩემთან რომ ეს ქვეყანა როგორც ჩანს მართლა მხოლოდ უფლის იმედად არის დარჩენილი. ეხლა ესეთი კითხვა მაქვს, რადგან შენ ეხლა აქტიურად ხარ ჩართული პოლიტიკაში, ალბათ შენ და მამაშენს გქონიათ კამათი, ხო? რაღაცა პოლიტიკური თუ ხშირად. აი რაზე შეიძლება იკამათოთ? აი მაგალითად აი მამაჩემ საერთოდ არ ჯერა კი ტექნოლოგიური განვითარების ჯერა მაგრამ აი სკეპტიკურად უყურებს ხელოვნურ ინტელექტს. ხო. აი არჩევნების დროს იყო უკიდურესად სკეპტიკურად განწყობილი ამ ელექტრონული ხმისმიცემის სისტემა. ოღონდ ანუ რამე დოკუმენტი კი არ ეჭირა, უბრალოდ ამბობს რომ ისო ხელით გადათვლილი ჯობია ვიდრე ეგ რა. და აი უფრო აი ამაზე გვაქვს ხოლმე კამათი რა, რომ მიდგომებში მამაჩემი მაინც უფრო ძველი პოლიტიკური მიდგომების მატარებელია. ის ტელეფონი ვნახე ძალიან ხანში შესული ტელეფონია. ღილაკიანი ტელეფონის გარდა არ ჯერა არც ერთი ტელეფონის. რომელიც ნახშირზე იტანება და თივაზე მუშაობს. აი ეგეთი ტელეფონია რა, რომ გაფუჭდეს, იმას ვერანუ ვერ შეაკეთებს. ერთი ცალია დარჩენილი. აღარ არსებობს იმის ხელოსანი სამწუხაროდ ყველა გარდაცვლილი. კი ბატონო. მაგრამ აი პოლიტიკაშიო წახვედი, ხო? ეხლა აი ძალიან რთული გადაწყვეტილება ეგ ესეთი, მაგრამ მამაშენის რეაქცია რა იყო? აი როგორ არის, იცი? აი ბევრს გონია რომ სხვადასხვა ეტაპზე ჩემი ცხოვრების, აი საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ალბათ, სულ გონიათ რომ მე და მამაჩემი ყველაფერს გეგმავთ ერთად და აი მამაჩემი მწვრთნის. არა და აი სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ სკოლა ისე დავამთავრეთ რომ სკოლაში არ მოსულა. და ერთადერთი შეკითხვა, რასაც ჩვენ სწავლასთან დაკავშირებით ვსვამდა, იყო რომელ კლასში ხარ? ანუ ამის იქეთ არ მიდიოდა. მე და ჩემ დას გვეკითხებოდა რომ შვილო რომელ კლასში ხარ? და აი ამით საზღვრავდა რამდენად სწრაფად დავამთავრებ. ჩემ დაზეც ზუსტად იგივენაირი მიდგომა ქონდა რომ აი უნივერსიტეტში რომ ჩავაბარეთ, მე ერთადერთი იკითხა რომ რომელ ფაკულტეტზე აბარე. აი პოლიტიკაზეც იყო ზუსტად ეგეთი საკითხი, რომ ეს პარტია არის ერთადერთი პარტია რომელსაც ვირჩევდი, ანუ სხვა მე არც ერთი სხვა პარტიისთვის არათუ მხარი არ დამჭერია. ზოგადად ანუ სიმპათია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გარშემო მქონდა და სხვათა შორის აი ბევრს რო გონია რომ რაღაცა მამაჩემ მიმიყვანა მე ნაცმოძრაობაში, ეგ არის პირიქით. ხო. მე მივიყვანე მამაჩემი მიშას. მე მივიყვანე მამაჩემი მიშასთან, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მივხვდი რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირდას რა, იმიტომ რომ ეგ ზოგადად ესეა, როდესაც ადამიანთან გაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობა რევოლუციამდე, რაც მიშასთან ჰქონდა, ჩემს ოჯახს და მიშას ოჯახს. როცა ეს ურთიერთობა აკავშირებდათ და მე დიდ მტრობაში გადაგდის, მე როდესაც დრო გადის, მიხვდები რომ რაღაცა გადასაფასებელია ორმხრივად, რაღაცა ერთმა გადაამლაშა, რაღაცა მეორე. პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირს. და აი მე უბიძგე რომ აი ჯობია რა, დაელაპარაკო ისევ მიშას რა. ხო. იმიტომ რომ განსაკუთრებით როდესაც დამეთანხმებიან ჩვენი ემიგრანტები, როცა ქვეყნიდან გადიხარ, მიხვდები კიდევ უფრო მეტად რა აქვს გაკეთებული იმ პარტიას, რომელსაც მე წარმოვადგენ და მაშინ უკრაინაში რო ჩავედით, ეს იყო 2019 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა იყო. აი მაშინ დავესწარი იმ გრანდიოზულ ვახშამ, სადაც ამდენწლიანი პაუზის შემდეგ მამაჩემი და მიშა ერთმანეთს შეხვდნენ და იქ რა თქმა უნდა, ახლა ისეთი ხუმრობები მიდიოდა, რომ როგორ? აი უკვდავი ხუმრობა არის ეს ბარკლის თემა. უკვდავი ხუმრობაა, სხვათა შორის. აი ორჯერ ვარ მამაჩემთან და მიშასთან ერთად სუფრაზე ნამყოფი და პირველ ჯერზე მამაჩემმა გადაუდო მიშას ბარკალი, რომ აჰა, შენი ის ბარკალი წაიღე. და მეორე სუფრაზე უკვე მიშამ გადმოუდო ის ბარკალი, რომ აჰა, ეს ბარკალი დაიბრუნე უკვე. ანუ ეგ უკვდავი თემა არის, ბარკლის თემა და სხვათა შორის ახლა საარჩევნოდ ჩვენ ყავდა 24 წელს დაქირავებული ბრიტანელი კონსულტანტები, რომლებსაც
ობამას კამპანიაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული, ბორის ჯონსონის კამპანიაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული და ამოვიღეთ 2012 წლის მამაჩემის დაპირებები. და 2012 წლის მამაჩემის მესიჯები, რომ აი ეს ბარკლის თემაზე გაუგონდნენ, რომ ეს არის გენიალური მესიჯი, პრიმიტიული, მაგრამ ყველასთან მიტანად. სადღაც ერთ კვირაში მოვიდნენ და გითხრეს, რომ იქნება საავტორო უფლება ხო არ გაქვთო ამაზეო. არ ვიცი, ახლა მამაჩემს რა საავტორო უფლება უნდა ქონდეს ამაზე. არა, ჩვენო გვინდაო ესო, რომ სხვა ქვეყნების პრაქტიკაშიც დავნერგოთ. ხახნო, თუ ნახავთ სადმე ბრიტანეთის ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის არჩევნებში, რომ პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბარკალი მიაქვს ხელისუფალს, იცოდეთ, რომ ჩვენი ნამუშევრ. კაი იყო ესა. იცი რა უნდა შენი მეგობრები ახლა ალბათ მამა შენთანაც ანუ უნდათ რომ აი რაღაცა სიახლოვეს იყვნენ, ხო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ ყვება ზოგადად გუბაზი, ანუ ამბებსაც, ისტორიის პერიოდებს და რა ვიცი, ალბათ უფრო უნდათ ხოლმე რომ გუბაზისთან უფრო მეთხანს იყვნენ ვიდრე შენთან. იცი როგორ არის? ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი საერთოდ გავიცანი, იმით რომ რაღაც მამაჩემის ფან პეიჯები ქონდათ და რაღაცა მონაკვეთებს ჭრიდნენ, აი ფრთოს ამ ფრაზებს რაც არის. აი სახში რო ვიკრიბები ძალიან უყვარს სტუმრიანობა რა, ნათესავი, მეგობარი, ჩემი მეგობარი, ანუ სულ ბედნიერია, როცა სახში სტუმარია. ხა ჩემი მეგობრები რომ მიდიან, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ფრაზას ეტყვის მამაჩემს თავისივე ფრაზას. ოღონდ მამაჩემი ამას ვერ ხვდება ხოლმე, რომ მისივე ფრაზებით ელაპარაკებიან, მაგრამ მთელი ეს ამბავი იმაში მდგომარეობს, აი ბავშვობაზე მინდა რომ ეგ დავაკავშირო, რომ მამაჩემთან დაკავშირებით ბავშვობაში მაქვს ძალიან ცოტა ისტორია. ხო. აი თითქმის არ მაქვს რა. იმიტომ რომ მე მეგონა რომ მამაჩემი მუშაობდა მიტინგზე. აი ბავშვი რო ვიყავი, აი მე და ჩემი და ტელეფონს რო პასუხობდით, სახლის ტელეფონს, რო გეკითხებოდნენ მამას ად არის, მე ლოკაცია კი არ მეგონა მიტინგი და რუსთაველის გამზირი. მეგონა რომ მამაჩემი სამსახურს ქვია მიტინგი და მომიტინგე არის პროფესი. და ვიდიოდა მთელი ცხოვრება მახსოვს, რომ აი მამაჩემი მოდიოდა დილას ადრე და მიდიოდა მე აი გამოიძინება და მე მიდიოდა რუსთაველზე ისევ საომრად და ანუ მე აი დავფიქრდი და მივხვდი რომ ანუ რის გამოც და ვის გამოც მამაჩემმა მთელი ჩემი ბავშვობა გაატარა მიტინგებზე ვის წინააღმდეგაც იმ კაცის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ ახლა ანუ ვის გამოც მე მაგ ნაკლები მოგონება ბავშვობაში მამაჩემს გამო იმ კაცის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ ვიშა სააკაშვილი გადაუხადე სამაგიერო ოღონდ აი მე თვითონ ვიყავი აბსოლუტურად არაპოლიტიზირებული ბავშვი სხვათა შორის აი ამას უფასებ მამაჩემს განსაკუთრებულად რომ არასდროს არ ცდილობდა თავს მოეხვია ეს ამბავი რომ იმიტომ რომ აი მინახავს რომ აი საკუთარ შვილებსაც ვიღაცას აძულებენ რომ აი ეს არ შეიძლება და პერია ჩვენი და ჩვენ ოჯახს ებძვის და აი მე არასდროს არ მქონია და ამანა ჩემი იყო ბუნებრივად მე ხელი რომ რაღაცა ბარიერი არ მქონია მიშასთან. არა, მაინტერესებს რადგანაც ესე თქვი სუ მიტინგზე იყო და რაღაცა, მაგრამ ეხლა ბავშვებს ხო სჭირდება სადღაცას მაგალითად წაიყვანო რაღაცა უყიდო, აი შვილო წამოდი, ან წაიყვანო სადმე სასეირნოთ, ხო, ანუ დაყავდი ისე იცი როგორ არის, ხა მამაჩემ საირნობა არ უყვარს ზოგადად. ხო. მაგრამ აი ყველა ესეთი გასვლა მახსოვს წელიწადში ალბათ 2-3, როცა მამაჩემს სადღაც მივყავდით მე და ჩემი და. სადღაც მე 5 წლის ვიყავი ან 6 წლის. და ნუ აი შევაღონეთ მე და ჩემმა და მამაჩემი რომ ზოოპარკში უნდა წავიდეთ. და ნუ დავითანხმეთ. მამაჩემს ეზარება, აი სახეზე ეტყობა რომ ეზარება 20 წუთი ჩემი და დგას რაღაც სპილოსთან და იმ სპილოს აჭმევს და არა ამას სახში უნდა წამოს მომენტი არავით არ ინტერესი არ აქვს და ეუბნება რომ აი შვილო რა გიყიდო ახლა რომ რაღაცა ხო კარგია აქ რო ვართ რომ აი მალე მორჩეს და მე აი მე მგონი ისე შმაკის ბორბალი ახლაც დგას რა
ანუ ის ხმას უშვებდა ხო. აი რაღაცა. ძველი. აი ხო, აი მართლა ჯოჯოხეთის ხმას უშვებდა რა. და უცებ მე და ჩემმა და მავიტეხეთ რომ мама, უნდა დავსხდეთ ამ ეშმაკის ბორბალს. და ეს ეშმაკის ბორბალი როგორ იყო, იცი, ეს კაბინები იყო ძალიან უცნაურად დაკიდებული. აი ყანყალებდა რა. როგორც კი მამაჩემი დაჯდა, უკვე გადაიხარა ეს კაბინა. ჩვენ დაგვსვა მეორე მხარეს, ეს გათანაბრდა უკვე და აი ესე აქ ორივეზე ხელი მოკიდებული და აი ეგეთი სახე მე მამაჩემს არ მინახავს. ეს იყო სიმწრის, შვილების მხრიდან იმედის გაცრუების, შიშის აი ყველაფრის სახე ქონდა. და ანუ ეს თან მელატრიალებს უბედურ ხმას უშვის. მე და ჩემი და გახარებულები რაღაცა დედაჩემმა ეს ფოტოაპარატი გამოგვატანა, იქ ვიღებთ ამ სურათებს, არადან აი მამაჩემს სახე აქ დანგრეული. და ეხა ეს ხო დამთავრდა და ანუ ამოისუნთქა შვებით, რომ აი ეს უბედურება მორჩა და ჩემი და ეუბნება, რომ მამა, წავედით მეორე წრეზე. აი პირდაპირ გადმოყარა იმიდან ეშმაკის ბორბლიდან და სასო წარკვეთის ესეთი ხარისხი მას არ ქონია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხო ანელებს. ხო. და ეგონა რომ გაჩერდა და დავრჩით მაღლა და ნუ აი განადგურებული იყო. რომ ანუ ბავშვები გამომატანეს და სადღაც ეშმაკის ბორბალზე კიდი ვარ. კიდე სად არ უყარს სიარული გუბაზე? აი როგორ არის, იცი, ტექნიკური საკითხები აწუხებს. ხო. აი არ უყარს აეროპორტები. რატო? არ უყარს დოკუმენტაციასთან შეხება. ანუ რამდენადაც კაცი არის ალბათ 5000 წლის განმავლობაში, რაც კი დამარხულა მიწაში ყველაფერი იცის. მაგრამ აი ვერ იტანს იუსტიციის სახლს მაგალითად. ხო. იმის გამო კი არა რომ ცუდი პროექტია. იმის გამო რომ აი საკუთარ თავს ვერ პოულობს რა, იკარგება ხო. იუსტიციის სახლში რომ მივდივართ ხოლმე, მიყავთ ხოლმე რა, მამაჩემ. იქ ხო რაღაც სივრცეებია. ხო. და სანამ ერთი სივრცე და დედაჩემი უცებ გადაირბა, იმიტომ რომ დედაჩემი პირიქით ეგეთ საკითხებში არის უკიდურესად ხარტი და ტექნიკური და ასე შემდეგ და მამაჩემი რო არ დაკარგონ და ორიენტაცია რო აიღოს სადგას, აჩერებენ ის ბავშვთა გასართობი კუთხე როა. სასრიალოები და რაღაცეები. და აი იქ დგას ხოლმე რა, ანუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ აი ეტყობა შვილი ან შვილი ყავს მოყვანილი რა, კაი კაცია, თამაშობს. არა, იქ დედაჩემს ყავს დატოვებული, რომ ერთი სივრციდან მეორეში სანამ გადავა. დაიკარგოს. აი ტექნიკურ საკითხებში აქვს ეს პრობლემა, ანუ რამდენადაც მისი ცნობიერი არის უკიდურესად მიმართული ამ წარსულის კვლევაზე, ისტორიის ცოდნაზე, აი ეგეთი მეხსიერება მე მაგალითად არ მინახავს რა, გადაჭარბების გარეშე რა, ამდენი აი ენციკლოპედია. ჯერ მარტო იმდენ სახელს რო იმახსოვრებს, ანუ ეგ უკვე აი ენციკლოპედია არის ამ თვალსაზრისით. უბრალოდ აი ცოტა ეგ უცნაურობა აქვს, აი ტექნიკური საკითხები არ უყვარს რა, მინდობა ურჩევნია, რომ აი მე ან დედაჩემი გავაკეთებთ. ისი რა უნდა გითხო, ეხლა ხო ხშირად გაძახებენ სისხლიან 9 წელს შენს გაძახებენ, ხო? კი. ხო, და რამდენი წლის იყავი შენ სისხლიანი 9 წელი? ესე იგი, რაც შეეხება სისხლიან 9 წელს და მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ამ ხელისუფლებას. მიშა რომ მოვიდა 2003 წელს მე შემიყვანეს ბასტიბუბუს ბაღში. მიშა რომ წავიდა, ხო, მე გადავედი მერვე კლასში. მაგრამ ამ ხალხს ყოფნის ნამუსი, ხო, რომ უბრალოდ უსინდისობა, რომ ჯერ ეს უბედურება, რაცაც ეს სისხლიანი 9 წელი ქვია, ამას აძახებენ, მაგრამ მეორე აი მე შემხვედრია ხალხი, აი რომ მეკითხებიან, რომ რაღაცა 7 ნოემბერს ადიყავი. 7 ნოემბერს ვიყავი მესამე კლასში. აი ახლა ბოლოს ვკითხეს, გივით არგამაძეს და გიორგი კანდელაკის ჩანაწერი რო გამოქვეყნდა
ეგ 2014 წელს არის გაკეთებული და თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით იმედი და პოზიტივი მეკითხება. არავით არ ინფორმაციას არ ფლობ, იმიტომ რომ მე-9 კლასში ვიყავ. არ ფლობდი იმ დროს ინფორმაციას. და ანუ ეგ აი ქოცის მენტალიტეტს, რომელიც თლიანად არის რომ აი დაგაბრალოს რომ ის 9 წელი გააშაოს და იმ შავი 9 წლის ნაწილად თვითონ შენს გამოგიყვანოს. აი აბსოლუტურად ანგრევ როცა ეუბნები რომ საბავშვო ბაღში დადიოდი მიშას დროს. ვეღარ იგებს რომ შენ საერთოდ სად ახარ. იცი რა უნდა კითხო, აი თუ გიფიქრია, ან თუ გინანია აი პოლიტიკაში მოსვლა. აი ერთხელ მინანია. გერმანიაში ვიყავით რამდენიმე თვის წინ ვიზიტით. ოღონდ მანამდე ერთი დღით ვიყავით ბრიუსელში და ღამის რეისი დაემთხვა და ისე გამოვიდა რომ სრული 24 საათი ვარ უძინარ. ანუ ბერლინში უკვე ღამე ჩავდივარ, სადღაც 12 საათია და უკვე გამოდის რომ 36 საათია არ მძინავს და ნერვული სისტემა ისედაც განადგურებული. ეხლა ველოდებით ბარგს რა, უკვე აეროპორტში ვარ და ამ აეროპორტში რა შევდივართ, ვიგებთ რომ რაღაცა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი კიბერშეტევა განხორციელდა ბერლინის აეროპორტზე. ხო, მეთქი, ანუ მეორე მსოფლიო ომის მერე ეგეთი რამე არ მოსულიათ. და აი რო ჩავფრინდი იმ დღეს მოვუვიდათ და აირია ეს რაღაცა კარუსელი და თქვენ ბარგი დაკარგულია. ვიწვალეთ რაღაცა გავარკვიეთ რომ ის დაიკარგა, არ გადმოტვირთვეს თვითფრინავი და ну მომცეს ახლა ეს ჩემოდანი და ამასობაში დრო გადის ხო 12 საათზე უკვე ფაქტობრივად უნდა ყოფილიყავ სასტუმროში რომ მომზადებულიყავ მეორე დილისთვის კაი 2 საათია ღამის მივედი ახლა ამ სასტუმროში მეუბნები რომ თქვენ ნომერი გადაჯავშნილია რას ნიშნავს გადაჯავშნილი ანუ სხვაზეა სხვა შევიდა ხო რა გადაჯავშნეთ მე არა დამშვიდითო თქვენ რომ სხვა სასტუმროშია ნომერსო ვიპოვით ველოდები ახლა ამ სხვა სასტუმროდან და ამასობაში იქ უკვე რაღაც მოკალათდი ამ რაღაცა მისაღებში ვზივარ. გადის კიდე 1 საათი და ახლა მე მივადექი და უთხარი რომ აღარ შემიძლია თქო რა, ხვა 9 საათი უნდა გავიდე. და იქნებ აქ სადმე არა გაქვთ ან ძველი ნომერი, ან რაღაც ტახტი, დავიძინებ მეთქი, ანუ აღარავით არის პრეტენზია აღარა მაქვს. ოღონდ სადმე მიმადი. თავი დამადებინეთ. და ეს ანუ 1-30 წამი ძალიან სკეპტიკურად მიყურებს ეს ტიპი. აი ფიქრობს, აი მივხვდი რომ რაღაცა უჟასი, უბედურებაა რა რაღაც, მაგრამ ნუ მეთქი კაი ჯან. კიო გვაქო. აი მეთქი გამოყვები თქო და ახლა მე ვფიქრობ რომ რაღაცა დამლაგებლების, ან მზარეულების, ან ვიღაცის ნომერში გამანაწილებენ. ეს ჩემოდნით მივდივარ რა და არ მთავრდება ეს დერეფანი. მივდივარ. და უკვე ხვდები რომ ანუ ამ სასტუმროს ნომრების სივრციდან გავდივარ. მე ეს ტიპი ჯერ ყველაფერს რაღაც ბარათით რა, ან ბარათსადებს გაიღება კარი. უკვე ხვდები რომ რაღაც ქვემოთ ჩავდივართ. თქი, ნუ კაი ჯანდამ. ჩავედით ახლა ქვემოთ. აი დერეფანი არის საშინელებათა ფილმებში რომ რაღაცა ნატურა რო ყანყალებს. ერთი წვეთის ხმა რო ისმის. აი იქ რო ვიღაცა აი რაღაცა ომის დროინდელი ბუნკერი შტაბ-ეშტილებას ტოვებს. ოღონდ უკვე ვეკითხები რომ ახლოს არის? არა, ჯერ უნდა ვიაროთ. კიდე 2 წუთი დავდივარ მარჯვნივ მარცხნივ შევხვია ის ეს. ყველაფერს ბარათით აღებს რა. მაგრამ მე აი უკვე ბოლოს აი ძალიან საეჭვოა, იმიტომ რომ ტელეფონზე სიგნალი აღარ იჭერს. უკვე ანუ რაღაც პერიოდი ვფიქრობ რომ ეს რაღაც ტრეფიკინგის ხორბლი ხო არ ვარ. ხო არ უნდა მაწამოს ვიღაცა მაგრამ. და უკვე მივედით რაღაც კართან, რომელიც უკვე იმაზე იღება, გასაღებზე. ანუ მიჯდებაზე აღარ. მიდებაზე აღარ არის. ანუ უკვე მივხვდი რომ ეს რაღაცა კატასტროფაა. და ეს მეუბნება რომ მოვედით. გააღვე ხა ეს. და უცებ ანთებ შუქს და არის ესა რა ქვია, საოპერაციო მაგიდა. რკინის. და ეს ტიპი იწყებს აღებს იქ რაღაცა კარს, სადაც ზემოთ ბინტები და რაღაცები და ქვემოთ არის რაღაცა ბალიში და ესა რა გადასაფარებელი. და ხედავ რომ ეს ტიპი ამაზე აწყობს. ამაზე მაძინებს. მეთქი ანუ სადავარ. და ეს მიხსნის რომ ჩვენო რაღაცაო კანონი გვაქვს 300 ნომერზეო მეტი თუ არისო.
როდესაც სასტუმროშიო ვინმე ცუდად ხდებაო და სასტრაფო ვერ უწრებსო, ან თუ სიკვდილის პირას არისო, აქ მოყავს. აქ ვაწვენ. მეთქი ბიჭო, ახლა რა უნდა გავაკეთო? და ანუ თან ვფიქრობ, რომ ეს ვიღაც ორგანოები თუ მოვაჭრე ხო არ არის. ანუ ეს იყო ის მომენტი, როდესაც არა თუ პოლიტიკაში ყოფნა მოსვლა ვინანი. არამედ ანუ იმ წუთას მე აღარც ევროინტეგრაცია მახსოვდა. აღარც უვიზო მიმოსვლა მახსოვდა. აი არაფერი აღარ მახსოვდა. აი სრული კაპიტულაციის ზღვარზე ვიყავ. და ნუ მთელი ღამე ამ საოპერაციო მაგიდას დავიძინე. გეძინა მათ? კი და აი მე არ ვიცი ვისაც არ დაეზარება, ჩემ Facebook-ზე შეუძლია ნახოთ. იმ პერიოდში მე ბერლინიდან ფოტოები რო გვაქვს დადებული. იქ ცოცხალი არა ვარ მე მივხვდი იქ ის ცოცხალმკვდარი ხალხი ვისაც იქ აწვენენ ალბათ ჩემ ვარიანტში უწევდათ იმათაც ძილი. აი მაგ დროს მართლა მინანი. ხო, აბა ეხლა და ლეიბი დაგიგეს ხო ახალი და არა რაღაც ბუმბულებიანი აი ისინი ქონდა ამოწეული ქონდა ბუმბული. ანუ იქ იმას ვიღაცას ეძინა მანამ. აი კაია. მე ვიცი რომ შენ ერთი პერიოდი ჩინეთში ცხოვრობდი. იყო დრო და მომენტი ჩინეთში ცხოვრობდი. ეს რა პერიოდია? მამა შენი მე მგონი ლექციას კითხულობდა ჩინეთში. ეს მე წავიდა. მე არაჩვეულებრივ უნივერსიტეტში ვსწავლობდი პეკინში. სადაც აი მაქსიმალურად იყო მორგებული უცხოელ სტუდენტებზე, იმიტომ რომ უმრავლესობა უცხოელი სტუდენტები ვიყავით იქ და. ჩემი აი მაგალითად მეგობარი ვინც ცხოვრობდა ჩემთან ერთად, ვინც იყოფდა ამ ოთახს, იმიტომ რომ მე სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდი. იყო ტაჯიკი. მამა ჩემი ამბობდა, რომ ეს რაღაცა დიდებული, რაღაცა ირანული წარმომავლობის კაცი იყო და ესე რა ქვია, განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა. ეს ჩემი მეგობარი გამორჩეული იყო, რომ იმით რომ ცხოველები უყვარდა. მოიყვანა კატა, ბრიტანული კატა იყიდა, რომელსაც დავარქვით ჩერჩილი. ხო. ოღონდ ეს კატა იყო გენიოსი, მართლა. აი მაგალითად რომ მეცადინეობდი იეროგლიფებზე, კატას ეჭირა წითელი პასტა და მისწორე. აი გენიალური კატა იყო, დინჯი და აი რაღაცა თავისით აკეთებდა ყველაფერს და გამოხედვა მზერა ქონდა ისეთი რომ მიხვდებოდი კი თუ არა. და ნუ ერთი დღე იდეალურად არის იქ სრული წესრიგია, ამაში სიმშვიდეა, არეულობა არ არის, რაღაცა ერთმანეთთან დაპირისპირება არ არის. და ნუ ერთი დღე არის მძინავ შაბათი დილა. ნუ ინგრევა რაღაცა განგაშია ჩართული, რა. ვიფიქრე რომ ომი ხო არ დაიწყო, ან თუ არ ბომბავენ, ან მიწისძვრა არ არის. მაგრამ ისეთი ხმაურია, რომ ანუ კედლები ანყალებს რა. ხო. კივილი ისმის და ანუ მაქვს უკვე განცდა რომ ჩემი ცხოვრება მე მგონი აქ თავდება. რაღაცა ხდება. ვეწირები რაღაცას. ოღონდ არ ვიცი რა. ამ დროს უკვე ვხედავ რომ კარებიდან შემოდის ბოლი. ხო, კვამლი. კვამლი. აუ ვიფიქრე რომ ხანძარია. დაკვამლიანება, გარეთ ვერ გავალ, რაღაცა მომივა. ნუ ერთი უცებ მოვკიდე ხელი ეროვნულმა სიამაყემ კიდე დამატებით იმძლავრა. მოვკიდე ხელი პასპორტს და ახლა მე ხვდები რომ ამ კატას უარ დავტოვებ. დავსდევ ახლა ამ ჩერჩილს. ეს კატა კედლებზე გარბის, ანუ არასდროს ეგეთი არ უქნია, მაგრამ შეშინებულია რა. ახლა მოვკიდე ამ კატას ხელი, აი მაცვია პიჟამოები, ფეხშველა ვარ და გავრბივარ ამ კვამლში. ერთხელში ეს კატა მყავს ესე, მეორეში ეს ისა რა ქვია, პასპორტი მიჭირავს. გავრბივარ და გარეთ დგანან რაღაც ჩინურ ტრადიციულ სამოში ქალები, ესე იღიმია და მეუბნებიან რომ ეს იყო გამოცდა. თქვენ წარმატებით ჩააბარეთ. და მაწვდიან რაღაც ჩინურ ტკბილებს, რომ გილოცავთ, თქვენ ცოცხალი გადარჩით. თურმე ეს ყოფილა სწავლება, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად რეალისტური იყო, რომ მე ანუ იქ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღო ხალხმა და ჩიოდნენ ისინი და უნივერსიტეტიდან გაშვებას თხოვდნენ. კაი იყო, კაი. არაჩვეულებრივი იუმორის გზნობა გაქვს, ესე იგი არ ჩამოუვარდები მამაში. არ ვიცი, მე მგონი ის რეალურად რომ ვთქვათ რა. მე მგონი ცოდნაში ისევ მამა ჩემს აქვს უპირატესობა იუმორშიც.
არა, და წონაში. ლევან, აი არაჩვეულებრივი სტუმარი იყავი. მინდა წარმატებები გისურვო და წარმატებები გისურვო შენს კარიერაში, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, ნიჭიერი ახალგაზრდები ძალიან საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებლებო. ლევან სანიკიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.